მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო, ეთერშია ჩემი საავტორო გადაცემა აწყო შობილი წარსულისაგან. მე ვარ ედიშ შერგვენიტაც. მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ უკიდეგანო დარეულ მსოფლიოში თავისი როლი და ადგილის პოვნა განსაკუთრებით უჭირთ პატარა ქვეყნებს, რომელთა რიგებში სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩვენ ვართ და რომელიც იბრძვის ჩვენი პატარა საქართველოს სახით იმისათვის, რომ მან შეინარჩუნოს თავისი ეროვნული იდენტობა. რამე თუ ქართველი კაცისათვის უმთავრესი არის თანამედროვე მსოფლიოში, უფრო სწორად მომავალ მსოფლიოში, ვინაიდან ფაქტობრივად დაინგრა ის, რაც იყო გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული ვიდრე დღევანდელ დღემდე, ამ ახალ მსოფლიოში აუცილებლობას წარმოადგენს ჩვენისთანა პატარა ერმა თავისი როლი და ადგილი ნახოს, უპირველეს ყოვლისა გადარჩეს როგორც ფიზიკურად, ისე სახელმწიფოებრივად. ამ პროცესში დამეთანხმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ უდიდესი როლი ენიჭება მოსწავლე ახალგაზრდობას. და ამასთანავე გადაცემაში მე ვისაუბრე იმის შესახებ, რომ წინა გადაცემაში, რომ ბისმარკის ცნობილი სიტყვები, როდესაც პრუსიელებმა დაამარცხეს ფრანგები, მაშინ წარმოთქვა ურკვდავი სიტყვები პრუსიის მმართველმა, ფაქტობრივმა მმართველმა ბისმარკმა, როდესაც მოსახლეობა აღტაცებით მადლობას უხდიდა და ესალმებოდა ჯარისკაცებს, მან ასეთი სიტყვები თქვა: ჯარისკაცებს ნუ კი უხდით მადლობას, მადლობა გადაუხადეთ იმ პედაგოგებს, რომელმა პედაგოგებმაც ეს ჯარისკაცები აღზარდაო. ამიტომაც მე დღეს სტუდიაში მოვიწვიე ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდელი პედაგოგები, გზაზე დამყენებლები, მაგალითის მიმცემნი, ანუ როგორც ჩვენთან ძველ საქართველოში იტყოდნენ მოძღვრები. თბილისის 161 საშუალო სკოლის დირექტორი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, ბატონი თორნიკე გვენეტაძე და ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ნინო მალუტაშვილი. თქვენთან ერთად შევეცდები სამივე ვისაუბროთ იმ საკითხების გარშემო, რა საკითხების ფაქტობრივად დღევანდელ დღეს ჩვენს ქვეყანას აწუხებს, მომავალ თაობას აწუხებს და უპირველეს ყოვლისა წარმოვაჩინოთ ის პრობლემები და რა თქმა უნდა პრობლემებთან ერთად მისი გადაწყვეტის გზები, თუ როგორ ესახება ამ ახალგაზრდა პედაგოგებს, ახალგაზრდა მომავალი თაობის აღზრდის საქმეში. პირველი კითხვით მე მინდა ქალბატონ ნინოსთან გადავიდე და წარმოვაჩინოთ ქალბატონო ნინო ასეთი საკითხი. თქვენ როგორც პროფესიონალი პედაგოგი და მე მიხარია, რომ თქვენისთანა ახალგაზრდები ასე დაინტერესებული ხართ იმ პროფესიით, რომელსაც ქვია პედაგოგობა და გამიხარდა ძვირფასო ტელემაყურებლებო, იმის გაგება, რომ ქალბატონ ნინოს აქვს თბილისის უნივერსიტეტი დამთავრებული და დაწნულებული ვარ გავლილი ექნება ფსიქოლოგია, პედაგოგიკა და აი ბავშვთან ურთიერთობის საფუძვლები, რომელიც რამდენიც არ უნდა ვაკინოთ კომუნისტური წყობილების დროს, ეს საკითხი ასე თუ ისე და იარაღ ძალიან კარგად მოწესრიგებული იყო. ამიტომ მინდა ქალბატონ ნინოს დავსვა კითხვა ასეთი. როგორ მიგაჩნიათ ქალბატონო ნინო თქვენ აი ეროვნული იდეის ჩამოყალიბებაში? რა როლი აქვს იმ საგანს, რომელსაც თქვენ ასწავლის და როგორ ფიქრობთ აი თქვენ როგორც პრაქტიკოსი პედაგოგი, როგორ შეიძლება
კიდევ უფრო მისი ჩამოყალიბება, სრულყოფა და განვითარება მოსწავლეებთან ურთიერთობების დროს. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. მადლობა თქვენ წარდგენისთვისაც. მოსვლისათვის. რაც შეეხება საკითხს ეროვნული იდეის ჩამოყალიბებაში, ერთ-ერთი უპირველესი როლი აქვს ალბათ იმ საგანს, რომელსაც მე ვასწავლი, გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გახლავართ. საერთოდ საფუძველი პრინციპში ჩვენი საგნის და ჩვენი კურსის სწავლების არის ზუსტად ეროვნული იდეის ჩამოყალიბება, ჯანსაღი მოსწავლის და შემდგომში უკვე ზრდასრული პიროვნების ჩამოყალიბება და მთელი ჩვენი, ასე ვთქვათ, არა მარტო პროგრამული მასალა, რომელსაც ვეყრდნობით, არამედ რასაც დამატებით მოვიშველიებთ, აიმსახურება პრინციპში ამას. როლი თავისთავად ცხადია უდიდესია, რაც შეეხება იმას თუ როგორ შეიძლება რომ ეს განმოვითაროთ, პირველ სკოლისა დამოკიდებულება უნდა ჩამოვაყალიბოთ სწორი. პირველი ამოცანა პრინციპში ეს მგონია, იმიტომ რომ რასაც ვაკვირდები, თლად მრავალწლიანი გამოცდილება შეიძლება არ მაქვს, მაგრამ პრინციპში მე 6 წელია უკვე სკოლაში ვარ და აი ამ ხნის დაკვირვების განმავლობაში მივხვდი იმას, რომ პირველი პრობლემა არის ხოლმე დამოკიდებულებაში. თუ დამოკიდებულება ჩამოყალიბდა ჯანსაღი, მერე უკვე ყველაფერი თავის ადგილას დგება. შესაბამისად, პირველი არის ალბათ მეგობრობა, ნდობის მოპოვება მოსწავლისგან, მაგალითის მიცემა, თუ მას თქვენი არ სჯერა და თუ მისთვის ამავე იდეების მატარებელია არ ხართ, თურმე არ გამოდის არაფერი. შესაბამისად, პირველი არის ეს, რომ დავანახოთ, დავაინტერესოთ და მერე უკვე დანარჩენი თავისთავად ხდება პრინციპში, იმიტომ რომ შეუძლებელია რომელიმე კლასიკოსი ქართველი მწერალი დავასახელოთ, რომელიც ამ იდეას არ ემსახურება, რომელიც თქვენ ბრძანეთ, ხო? შესაბამისად, აი საფუძველი ეგ არის და რაც შეეხება როლს უდიდესია, მე ვიტყოდი, აი ისტორიის სწავლებასთან ერთად ალბათ უდიდესი როლი აქვს ჩვენ საგანს ამასთან მიმართებით და ვითარებასაც შევაფასებდი ამასთან დაკავშირებით. ხშირად ვართ ხოლმე რაღაცნაირად იმედგაცრუებულები, რომ აი თაობას და არაფერი არ აინტერესებს რაღაცა და არ მიყვარს ხოლმე არც ამისი თქმა და არც ამისი მოსმენა, ხო, იმიტომ რომ სინამდვილეში ასე არ არის. უბრალოდ ყოველთვის ჭირდებათ რაღაცა პატარა მარცვალი, რომელიც თავისთავად ღვივდება მე, აი ამ მარცვალის ჩაგდების მომენტს თუ მიაგნო ხო, აი პატარა გასაღებივით არის, ხო, თუ მიაგნო ამას პედაგოგმა, მე უკვე ყველაფერი თავისთავად ლაგდება. პირიქით, უზღვავი რესურსი აქვთ, უზღვავი ინტერესები აქვთ და შესაბამისად არ მგონია მთლად დაუძლეველ საკითხად არ მეჩვენება ეს ოპტიმისტურად ვარ ამ თვალსაზრისით განწყობილი. ძალიან საინტერესო არის თქვენი მოსაზრებები და აბსოლუტურად გეთანხმებით რაც ბრძანეთ და მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ ძალიან ნიადაგზე საქართველოში ახალგაზრდები არ მოსულა. ჩვენ ყავდა უდიდესი პედაგოგები და როდესაც თქვენ ბრძანეთ მარცვლის ჩაგდებაზე, ერთი რამ მინდა გითხრათ ბატონო თორნიკე. იყო ასეთი ცნობილი პედაგოგი და ცნობილი თამადა სიმონიკა სხეტლაძე. ხო და სიმონიკა სხეტლაძე მისცეს საათები და უნდა შევიდეთ ფიზიკა მათემატიკის ეგრეთ წოდებული კომაროვს ეძახდნენ, ჩემობა ეძახიან იმ სკოლაში და როდესაც შევიდა, თქვენ ხო წარმოგიდგენთ, მათემატიკით არიან ძირითადად ფიზიკა და ასეთ საკითხებით დაინტერესებული და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი არის სიმონიკა შევიდა, ჩემო ბატონო და ახლა აგდებულად დაუწყეს ლაპარაკი თქო და დაიწყო სიმონიკამ პირველი ასეთი სიტყვა თქვა. მე ჩემი თავარი ამოცანა არის ახლა თქვენ თავებიდან გამოვიყვანო მათემატიკა და ფიზიკა და შევიყვანო ვაჟა, ილია, აკაკი, შოთა და ასე სრულდება გაკვეთილი, ადგნენ მოსწავლეები, მიადგეს კარებს მერხები და არ უშვებდეს სიმონიკას გარეთ. გვყავს ასეთი სიმონიკები ახლა ჩვენ ჩემო ბატონო და გვყავს როგორც სკოლის დირექტორს გეკითხებით მე თქვენ და რა არის ამისათვის საჭირო, რომ აი სწორედ აი სიმონიკა სხეტლაძეები იყოს ჩვენთან პედაგოგებად. როგორც პედაგოგებად, ისე კაცობაში, ვაჟკაცობაში, ადამიანობაში. ნაუ პირველად ყოვლისა
ქართული სინამდვილე მე ვფიქრობ, ყოველ შემთხვევისათვის ქართული იდენტობა დამეთანხმებით ქალბატონ ნინო ალბათ ქართული სუფრის გარეშეც არ არსებობს, ხო? აი ასეთი რამ თუ გვაქვს. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები ძვირფას ტელემაყურებელს და მინდა მადლობა გადაგიხადოთ არა მხოლოდ როგორც დირექტორმა, არამედ უბრალოდ მოქალაქემაც, რომ ასეთი კარგი გადაცემა გააქვთ. ესეთი ნამდვილად არ არსებობს ქვეყანაში და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერისათვის. ძალიან კარგი შეკითხვა დამისვით და რა თქმა უნდა მოსწავლისათვის ყველაზე დიდი ვისაც უნდა მიბაძოს ერთ-ერთი არის მასწავლებელი, ხო? თუ მოსწავლე ამჩნევს მასწავლებელს, რომელიც ეზარება გაკვეთილის ჩატარება, არ არის პატრიოტულად განწყობილი სამშობლოს მიმართ, რა თქმა უნდა, ის მოსწავლე პირველ რიგში პატივისცემას კარგავს, რა თქმა უნდა, მასწავლებლის მიმართაც და შესაბამისად ინტერესით შეიძლება დაკარგოს საგნის მიმართ. აი, ცხონებული მამიდა ჩემი გულნარა გვენეტაძე იყო 50 წელი მასწავლებელი, აქედან დაახლოებით ნახევარი სკოლის დირექტორი და სანამ სკოლაში გავხდებოდი მასწავლებელი, ესეთ რამე მითხრა, რომ აი ყველაზე მთავარი არის ერთ-ერთიო პირველ გაკვეთილზე რო შეხვალო. აი იქ ისეთ განცდას დატოვებ იმ ბავშვებში, რომ იმას მე ვეღარ მოიშორებო, რა განცდასაც დატოვებ რა და. აბსოლუტურად სწორობდანებია ცხონებულს, აბსოლუტურად. შენ რო გამოხვალ გარეთ კლასიდანო, მე შესვენებაზე ის იმას გადაულაპარაკეს პარალელურ კლასელს ამას იმას და განწყობასაც შეექმნება სხვასო და ამიტომაც ყოველთვის აი ჩემი გადმოსახედიდან ყოველთვის ვცდილობ რომ შეძლების დაგვარად მისაბაძი ვიყო მოსწავლისათვის. აი მე შეიძლება აქ ჩვენ ქვეყანაში არის ხო საუბარი რომ გამოხატვის თავისუფლება და ასე შემდეგ. აი რომ გადაავლოს დაუშვათ ადამიანმა ჩემს Facebook-ს თვალი სამათ არ ვაყოფ სატრაბახოდ 2014 წლიდან ვარ სკოლის მასწავლებელი ვერასდროს ვერ ნახავს Facebook-ზე ჩემი მხრიდან უწმაწურ სიტყვას იმიტომ რომ მე ვამბობდი რომ მე ვარ მასწავლებელი და რა მაგალითი ვიქნები ჩემი მოსწავლისათვის რომელიც დაუშვათ ნახავს ამ ჩემ დაწერილს და როგორ უნდა ველაპარაკო მას კლასში ან ზრდილობაზე ან საქციელზე და ასე შემდეგ. აი ესეთი პიროვნებები რომ ყავდეს სკოლაში რა თქმა უნდა ბევრი ფაქტორი არის ამაზე დამოკიდებული. პირველი რა თქმა უნდა გვინდა არ გვინდა ეს არის мотиваციაც თანხასთან მიმართებაში მაქვს საუბარი. იმიტომ რომ დღევანდელი დროებით როდესაც ადამიანს გინდა დაფუნძდე, ბინა შეიძინო, მანქანა ყავდეს რაღაცა, თუნდაც ელემენტარული რაღაც მინიმალური დამაკმაყოფილებელი ხელფასი უნდა გქონდეს. თორე ისე მარტო სულის კვეთებით ძალიან რთული არის. თუმცა დიდი მადლობა 90-იან წლებში მასწავლებლებს, რომლებსაც ხელფასი არ ჰქონდათ და მაინც ატარებდნენ გაკვეთილებს. მაგრამ დღეს, როდესაც ხალხი ერთმანეთს დასცილდა და ისე ახლოს აღარ არიან როგორც 90-იანებში, ძალიან რთულია მარტო სულის კვეთებით მოხდეს ეს. ასევე რომ მასწავლებელს ჰქონდეს мотиваცია, დირექციაც და ადმინისტრაციაც უნდა იყოს მისი მეგობარი და არა როგორც მარტო დირექტორი. ანუ მე ვფიქრობ, რომ დირექტორი უნდა იყოს ლიდერი, რომელიც ყველანაირად დაუდგება მის მასწავლებელს გვერდში და შეუქმნის ყველანაირი мотиваციას. მასალა ჭირდება, ლაბორატორიის შექმნა ჭირდება თუ ნებისმიერ რასაც ეტყვის მასწავლებელი, რომ უნდა დაუკმაყოფილოს რა თქმა უნდა გონიურულობის ფარგლებში. თუ კი ეს ყველაფერი თან ასევე მეგობრული ატმოსფერო, აი არის ხოლმე ხო დაძაბულობა არის მასწავლებლებს შორითაც დაუშვათ შეიძლება უნივერსიტეტშიც იგივე არის სკოლებშიც, მაგრამ დირექტორი ის დირექტორია თუ არ დაარეგულირა შეძლების დაგვარად ეს საკითხი. და როგორც მოსწავლეს უნდა უხაროდეს სკოლაში მოსვლა, ისე მასწავლებელსაც უნდა იყოს სასიხარულო და თუ კი ეს ყველაფერი მასწავლებელს ექნება, მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად მოტივირებულები იქნებიან ჩვენი პედაგოგები. ძალიან საინტერესოდ საუბრობთ ახლა თქვენ პრაქტიკოსები ბრძანდებით ორთავენიდან, ამ პრაქტიკული გადასახედიდან ძალიან საინტერესო არის ის განწყობები, რომელიც თქვენი საკუთარი პროფესიის მიმართ გაქვთ. მე მექნება ქალბატონ ნინოსთან ამსეთი სახით შეკითხვა. თქვენ როგორც პედაგოგი, როგორ ფიქრობთ, რა არის იმისათვის საჭირო, რომ ბავშვებში მომავალ თაობაში ჩამოვაყალიბოთ ჯანსაღი აზროვნება. ჯანსაღ აზროვნებაში კარგად გამიგეთ გულისხმობ იმას, რომ რა თქმა უნდა ის ძირითადი ასათვისებელი, რომელიც არის აითვისოს ბავშვმა და ამავე დროს მას ჰქონდეს მეგობრებო, მე მგონი დამეთანხმებით კრიტიკული განწყობა. ამა თუ იმ საკითხების მიმართ კრიტიკული აზროვნების გარეშე ყოველად წარმოუდგენელი არის პიროვნების სრულყოფილად ჩამოყალიბება. როგორია თქვენი გადასახედი რაც თქვენ ამ 6 წლის განმავლობაში მართალია დიდი დრო არ არის, მაგრამ ეხლა რაც ნახეთ, რაც შეხედეთ, რა პრობლემების წინაშე დგას დღევანდელი ქართული სკოლა, რომ მან მისცეს როგორც სრულყოფილი განათლება, ამავე დროს კრიტიკული აზროვნება ასწავლოს და ჩამოაყალიბოს
ჯანსაღი პიროვნება, ჯანსაღი აზროვნებით, აი ამ საკითხის გარშემო. ხო, საკმაოდ სულ საკითხს შევეხეთ პრინციპში, იმიტომ რომ ჯანსაღი პიროვნების ჩამოყალიბებას სჭირდება ჯანსაღი გარემო. ჯანსაღი გარემოს შექმნა არის ალბათ იმიტომ დავსვი ჩემო შეკითხვა, რომ ჩვენთან გარემოს ძალიან ძიმე საკითხია. კი ბატონო. ხო, ჯანსაღი გარემოდან იწყება ალბათ ჯანსაღი პიროვნების ჩამოყალიბება და ისევ ვუბრუნდებით მაგალითების საკითხს. ანუ მაგალითი არც მოსწავლე შვილი საერთოდ ბავშვი არ იზრდება, ჩემი აზრით რჩევადარიგებებით. ბავშვი იზრდება მაგალითებით, როგორც ოჯახის მხრიდან, ისე მასწავლებლის მხრიდან, ხო? უპირველესი წინაპირობა ჯანსაღი ადამიანის ჩამოყალიბების არის ზუსტად ეს. რაც შეეხება უშუალოდ სასკოლო გარემოს, ამ მხრივ და აი როგორ გითხრათ, ჯანსაღ მაგალითებში ისევ და ისევ პედაგოგებთან ურთიერთობას უბრუნდები და ამავდროულად მხოლოდ პედაგოგთან ურთიერთობა საკმარისი არ არის. მშობლის მხრიდანაც ჯანსაღი დამოკიდებულება უნდა იგრძნობოდეს და მე უკვე მშობლის მასწავლებლის ხშირი ურთიერთობით, ხშირი კომუნიკაციით, ასე ვთქვათ, სწორ გადაწყვეტილებებამდე მისვლით, მე უკვე ბავშვებზე მე ვიცი ბოდიში სიტუაცია გავთვალთინებ, მე ვიცი რომ თქვენ სკოლაში საიდან ვიცი სოციალური ქსელებიდან რომ თქვენ სკოლაში ხშირად იწვევთ გამოჩენილ პიროვნებებს, რომლებიც ზნეობით, რომლებიც ადაპტაციობით, რომლებიც ქართველობით, რომლებიც ვაჟკაცობით მისაბაძები არიან. ესეც ერთ-ერთი მაგალითი თავისთავად ცხადი გარემოს ნაწილია ესეც. ხო, მაქსიმალურად ვცდილობთ და ვაპირებთ მომავალშიც ასე, რომ აი ეს გარემო შევქმნათ ასეთი, რომ მათ ჰქონდეთ სწორი მაგალითები. სხვა შემთხვევაში აი უბრალოდ შენიშვნებით არაფერი არ გამოდის, ანუ სიცარიელ სიტყვებად რჩება, იმიტომ რომ ის უნდა ხედავდეს ხო მშობელში, მასწავლებელში იმ ადამიანს, ვისაც მოვიწვევთ, არა აქვს მნიშვნელობა. ხო, ყველაში უნდა ხედავდეს ჯანსაღ დამოკიდებულებებს. რომ დაინახავს, რომ ამ გარემოში ცხოვრობს, ამ გარემოში ვითარდება, თავის დაუნებურად, ანუ ეს რაღაცა ცხოვრებისეულ არჩევანს დაფიქრდება და გააკეთებს კი არა. თავის დაუნებურად ასე მოხდება, ხო? ანარეკლი იქნება იმ თავისი მასწავლებლის, იმ თავისი მშობლის და შესაბამისად მოხდება ესეც. ამავდროულად, აი ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსაც რო შევეხოთ, ხო? ეს არ გულისხმობს მხოლოდ მორალურ საწყისებს. ჩვენ გვაქვს საკითხები იგივე სამოქალაქო განათლებაში, ხო, სადაც ჯანსაღ გარემოზე გვაქვს აპელირება ძალიან ხშირად იმაზე, რომ აქ ლიტერატურის ფარგლებს ვცდები პრინციპში, მაგრამ თავისთავად ცხადი, ანუ ყველა სფერო ვცდილობთ რომ გავაერთიანოთ იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ყურადღება მიაქციონ სწორედაც ამ სიჯანსაღეს. დაწყებული კიდევ ერთხელ ამბობ რაღაცა ბუნებრივი კლიმატური ფაქტორებიდან, რომელსაც თურმე ყურადღება თითოეულმა უნდა მიაქციოს, დამთავრებული მე უკვე მორალური და ვთქვათ აღზრდელობითი საკითხებით. აი ეს მთლიანობა შექმნის ალბათ იმას, რაზეც ჩვენ გვაქვს სწორება. ძალიან საინტერესო საუბრობთ, ხალხთან დინო და მეც მინდა ახლა მეც პედაგოგად გამიტარებია დაახლოებით 14 წელი. ხო და ვინაიდან გარემოზე დაიწყეთ თქვენ საუბარი აბსოლუტურად გეთანხმებით ამ საკითხში. სკოლის დირექტორის მოადგილე ვარ 90-იანი წლებია. სადღაც ალბათ 92-93 არის და მივედი სკოლაში დილით მივედი სკოლაში და ერთმა მასწავლებელმა მოვიდა და მეთქე მასწავლებელო, შემასწავლებელო მეთქე ძალიან ცუდად საქმე რა არისო რა არისო და შეიარაღებული არიან ბავშვები სკოლაში მოსული. ეგრეთ წოდებული დანებით. და რაღაცას ეძახდნენ კიდე სკამის ფეხები ქონდათ გადაჭრი ბრუჩაგავთ რაღაცა ჯანდაბა ქვიოდა და ისა რა ქვია ჯაჭვებით ქონდათ გადავმართუნე. ბიჭო რა გავაკეთო ახლა მე შენ გეტყვი და დარეკავს სადმე და ან პოლიცია მოვა ან სად იყო მაშინ პოლიცია ან მილიცია ან ვინმე მოგეხმარებ. რა გავაკეთო მივიღე სასტრაფო ზომები ავდექი ახლა ეს ჩემი იმპროვიზირება იყო ხო და შევიყვანე კაბინეტში ხო და სკოლის დირექტორი ავდიო ხო შევიყვანე კაბინეტში და ვილაპარაკე ვისაც მითხეს აი ამას ხელმძღვანელობს შევიყვანე და ბავშვი ბავშვია რა ხო და ახლა სოფელში რო ცხოვრობდი ხშირად მიყვარდა ჩემო ბატონო ეს არაკი ხნობა და ასე დამყნობა ხეხილის და ასეთ რაღაცები და აი გამოზაფხულის გამოზაფხულებული სტილია ხო და შევიყვანე და პირდაპირ უთხარი შენ
ცუდად რაში ვიქცევიო, ვიცოდი რა ტიპის ბავშვიც იყო ხო და ამოვიღე ჯიბიდან ეს სანამყენო და ახლა მოვთხარი დაგარტყამ ვარიანტი არსებობს თუ არ მეტყვი რა იარაღები გაქვს მოტანილი და შეესინდა ბავშვი რა მედიცინაში ვიყავი და რაიმე არ დაგვიშავდეს პაპარატუცებულო სკოლასო ხო და აგერ მაქვსო ტუალეტიც თუ განო შენახული და ნახე ფულსაჭრელიდან აიღო ხელა დაუძახე მშობელს მოვიყვანი აქეთ იქეთ და ეხლა ხშირად ხდება თბილისში ცხოვრობს ეხლა ხშირად ხდება და გადამარჩინეო მელაპარაკება რა იმიტომ რომ უჩხუბია ეხლა ბავშვებია მე-11 კლასელები არიან ხო მე-11 თუ მე-11 კლასელები იყვნენ და ასეთი რაღაცები ხდება დატო დავსვით რა ეს შეკითხვა მოვიდა მშობელთან ურთიერთობა და ჩავაბარე მე 1-2 დღის განმავლობაში მასთან სახლში დავდიოდი რაღაცა აღწერილ მუშაობას უტარდა და ასე შემდეგ. აი, მშობლისა და სკოლის ურთიერთობა. როგორ მიგაჩნიათ ბატონო თორნიკე, როგორ უნდა განვითარდეს, რას ხედავთ, რა პრობლემებია? რო უთხრათ მოკლედ მაყურებელს. კი ბატონო, ნამდვილად მშობლის და სკოლის ურთიერთობა არ არის საამაყო. ცოტა დაშორებულები ვართ ერთმანეთთან. ფაქტია რომ დაწყებითი სკოლა, დაწყებით საფეხურზე მშობელი უფრო ახლოს არის სკოლასთან, იმიტომ რომ პატარა შვილები ყავთ, აი ზეიმებზე დადიან, დაუშვათ უფრო მეტად არის ურთიერთობა, მაგრამ აი როცა უკვე მაღალ კლასებზეა საუბარი მე-7, მე-8, მე-9, მე-10, უკვე მშობელი და სკოლა რაღაცნაირად ცილდება ერთმანეთს. ჩემი ურთიერთობა მშობლებთან საკმაოდ ხშირი არის, იმიტომ რომ მართლაც აი მე ძალიან ღია ვარ, როცა უნდა მშობელს მაშინ შემოდის და ვსაუბრობთ და მე ჩემი დირექტორი ბატონი ჯუმბერტ ცერცვაძე იყო ჩემ ბავშვობაში, მეც ამავე სკოლაში ვსწავლობდი, ისი დირექტორიც ვარ ეხლა და მახსოვს რომ დილას 9 საათზე იდგა ხოლმე კართან, აი რო შედიოდა ბავშვები ყველას უყურებდა და კი არ გეჩხუბებოდა რამე, მაგრამ აი სიკვდილი მერჩინა რომ იტყვიან რომ ის დამინახავდა რომ დაგვიანებული შევედი. და ეხლაც მეც ძირითადად ვდგევარ ხოლმე დილობით და ვათვალიერებ ბავშვები როგორ არ აგვიანებენ, რა ხდება და ამ შემდეგ. ამიტომ ქვია ამ გადაცემას 10 მშობელი წარსულიც. კი ბატონო. და თუ კი მაგალითად ელემენტარული შევატყვე რომ ბავშვი ზედიზედ აცდენს უკვე 3 დღე კვირაში ან 3ჯერ გააცდინა კი არა დააგვიანა, ხო? მე აუცილებლად მშობელთან მაქვს ურთიერთობა და ვიკითხულობ მიზეზს, რა არის ამ ეს ბავშვი რომ აგვიანებს, როცა 9 საათზე უნდა იყოს სკოლაში. თუ კი ვხედავ რომ შვილს შეიძლება გამოყვეს საშემოდგომო ან ექსტერნი, აუცილებლად ვიბარებ და მაქვს მათთან კომუნიკაცია რომ ვაფრთხილებ რომ თუ კი ესე გაგრძელდება შეიძლება ცუდ შედეგამდე მივიდეთ ხომ რაც ხდება თუ ვერ ჩააბარა ექსტერნი და საშემოდგომო მაგრამ მე რომ არ დავიბარო ისე რომ თავის ინიციატივით მშობელი მოდიოდეს რა თქმა უნდა არის მაგრამ ძალიან დაბალი მაჩვენებელი ამის ძირითადად მშობელი იმართლებს თავს სამსახურით იმიტომ რომ აი ვერ ახერხებს სკოლაში მოსვლას და სამსახურში აქვს პრობლემები ამის თაობაზე მაგრამ მე ასევე მაქვს ესეთი ინიციატივაც, აი მშობლებთან მიმართებაში ყოველთვის ვეუბნები, რომ აი როცა ვიწევთ ცნობილ ადამიანებს, ან რაღაცა პროექტი კეთდება და ბავშვებს უწევთ გაკვეთილების შემდეგ დარჩენა, დაუშვათ 1 საათით. ბავშვი ამბობს, მაგალითად მე ვერ გავჩერდები, კერძო მასწავლებელი მყავს და ვერ დავრჩები. არა და ახლა სკოლა ხო ყველა დღე ამას არ აკეთებს, ასეთ საინტერესო რაღაცებს, ხო? და მშობლებისთვისაც მithქვია, რომ რაღაც საათაში ერთხელ, თვეში ერთხელ კეთდება, სადაც სკოლას მიცდენს, დაუშვათ თქვენი შვილი შეიძლება თვეში 4ჯერ, 5ჯერ გააცდინოს ის ერთხელ თუნდაც ის კერძო მასწავლებელი და დაესწროს ასეთ ღირებულ რაღაცებს. ზოგიერთი მშობელი რა თქმა უნდა ამაზე მთანხმდება, მაგრამ ზოგიერთი მშობელი რა თქმა უნდა წინააღმდეგია მაინც ამის. მე ვფიქრობ, რომ აი ჩემი წარმოდგენით სასკოლო საზოგადოება არის არა მარტო მასწავლებელი და მოსწავლე, არამედ მშობელი და ჩემი ინიციატივით ეხლა გაკეთდა სკოლაში უფრო მეტი ურთიერთობისათვის მშობელთა კომიტეტები შევქმენი, სადაც კლასში არჩეული იქნება ერთი წარმომადგენელი მშობელი და თითოეულ პარალელურ კლასის მშობლებს ხვდები და ვსაუბრობთ სკოლის პრობლემებზე, რა შეიძლება მოგვარდეს, რა ვერ გვარდება, იმიტომ რომ ახლა როდესაც ამხელა სკოლა გაქვს, შეიძლება ადამიანს გამოგრჩეს რაღაც ადამიანი ვარ მეც და ძალიან მეგობრულად შეუძლია მითხრას ნებისმიერმა მშობელმა ეს გჭირდება, ეს არის გასაკეთებელი და ეხლა უკვე დაწყებული მაქვს პირველიდან მე-3 კლასის მშობლებს შევხვდი და გავაგრძელებ ახლა ყველა კვირაში ასე მე-4-მე-5 კლასის და პირდაპირ ურთიერთობა არის ხოლმე ურთიერთობა დამრიგებლის მეშვეობით, ხო, დამრიგებელი ესაუბრება, მაგრამ აი მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია რომ დირექტორსაც კონდეს პირდაპირ ურთიერთობა. ამით ჩამოყალიბდება კეთილგანწყობაც, მშობლების დამოკიდებულება სკოლის მიმართ, სკოლის მშობლების მიმართ და უფრო მეტად ჩახედული იქნება მშობელი მისი შვილის პრობლემებთან მიმართებაში და კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ განსაკუთრებით მაღალ კლასებთან მიმართებაში. აი ერთს დავამატებ თქვენ წინა შეკითხვას, აი კრიტიკულ აზროვნებასთან ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.
აი ჩემთვის უდიდესი პიროვნება არის დავით გურამიშვილი და რასაც ამბობს, ხო, ხმაწვილი უნდა სწავლობდეს, რაც უნდა თავის თავადო, ვინ არის ციდან მოსულა, სად არის სწავლა სადავ, ხო? ეს თუ არ ვასწავლეთ ჩვენ მოსწავლეს, ვინ არის, რა უნდა ამ ქვეყანაზე? რისთვის არის, ხო? აზრი არ აქვს ამ ყველაფერს. კრიტიკული აზროვნება მოსწავლისათვის არის უდიდესად მნიშვნელოვანი, რომ აი, ბოდიში და სხვარი არ გახდეს ცხოვრებაში, ხო? ანუ მას ჰქონდეს შეწინააღმდეგების უნარიც, რამდენჯერ ყოფილა, რომ რაღაცაზე გაუბრაზებულ ვარ, შენ წინააღმდეგებია, დავფიქრებულა, რომ მართალი ეს გამგიმებია, რომ რაღაცა სწორად მითხრა, ხო? ეს ადამიანი ვარ და ბოდიშიც მომიხდია, თუ კი ეს დიდი ვაჟკაცობაა, ბოდიშიც მოხდა, რა ცოტა შენი ის შეცდომის საკუთარ თავში ნახვა, რა. კი ბატონო. და აქტივობასთან მიმართებაში აი მე წარმომიდგენია გარდა იმისა რომ ხა დირექტორი მე სამოქალაქო განათლების პედაგოგიც ვარ და ერთ-ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია სამოქალაქო განათლება. რატომ არ უნდა იცოდეს თუნდაც რატომ უწევს საქართველოს სახელმწიფო დროშას დაბლა, როცა არის ტრაგიკული დღე, მაგალითად გუშინ როგორც იყო. უნდა იცოდე ქუჩაში რომ გაგაჩერებს ადამიანი და გეტყვის მაგალითად 9 აპრილს რა დღეა დღეს. ხო უნდა იცოდე, ხო? აი ეს მხოლოდ ასე გაკვეთილი წაიკითხე და იქ წერია, რა თქმა უნდა გამორიცხული ასე დაგამახსოვდეს. გონებრივი იერიშები მოსწავლესთან მიმართებაში გაკვეთილზე, რომ ბევრი ააზროვნო, იქეთ ჯგუფური სამუშაოები, აი სახალისო გაკვეთილები, ამით უფრო მეტად შთაუნერგავ ამ ადამიანს და წარმოდგენა შეუქმნი არსებულ რეალობას და სიტუაციაზე. ასევე აი პატრიოტიზმზე რაც თქვენ ახსენეთ წეგან და როგორი უნდა იყოს, აი ჩემი ინიციატივით უკვე დავიწყებთ უფრო მეტად აქტიურად. რაც არ უნდა მე ლამაზად ვისაუბრო მოსწავლეს, რაც არ უნდა კარგი გაკვეთილი ჩავატარო და აქტივობები, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა უნდა იცოდეს ქართული ფილმები. საოცარი მიგნება, საოცარი და დაასრულებ მე მგეტყვი. რატომ დამჭა მე ეს შთაბეჭდილება? სულად უეცრად მომაფიქრეთ, აი 16 აყაიშვილზე არის ფილმი გადაღებული ბოლოს, ჩქეკვიშვილი თამაშობს. და ბოლო მომენტი ვანახე მოსწავლეებს, მე-11 კლასის მოსწავლეებს, აი თვითმფრინავიდან რომ ჩამოდის და დაემხობა ბალახზე და თან ვაზი გიმგერის ნანასა არის მუსიკა იმ მომენტში და ძალიან საოცარ სიტყვებს ამბობს. და მე-11 კლასელებს რო უყურებდი ამ დროს გავხედე 90% ცრემლი ქონდა თვალს. აი პირდაპირ გულზე დაარტყა იმ მომენტმა. ეხლა როცა მოსწავლე ნახავს იმ ფესვებს ნახავს, ხო? აი ბევრ საინტერესო ფილმს ნახავს, უფრო მეტად დაფიქრდება. მე ჩემთვის ძალიან ბევრი ფილმი ყოფილა ესე რომ იმას დამაფიქრა ცხოვრებაზე. აი თუნდაც უფროს კლასებში მონანიება, ხო? აი ბოლოში რო არის ეს გზა ღვთისმშობლის ტაძრამდე მიმიყვანს. ანუ ოღონდ ეს ისე კი არ უნდა იყოს, რომ ფილმი უყურეთ აბა და დამთავრდა კინო წავედით სახლებში. არამედ უნდა დაავჯდეთ მე, ვიმჯელოთ, იქ რა დაინახე და აი ამ დაგვარი აქტივობებით, აი ამ კლას გარეშე რასაც თქვი აქტივობებით, უფრო მეტსაც მივახცევთ, რა თქმა უნდა ეს აუცილებელია, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული, მაგრამ აი ეს დამატებითი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი დაფიქრდეს სამშობლოზე, იქ რო შეეწინააღმდეგე ჯგუფურად ამუშავებ და ამჟელებ, აი თუნდაც იმ კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში. ძალიან საინტერესოა და ერთ რამეს დავამატებდი, აბსოლუტურად ერთადერთი ჩემო თორნიკება, კიდე ერთ რა არის, იცი ბაზონტონები ახლა ერთ-ერთი უმთავრესი ის ქართული ფილმები განსაკუთრებით და 60-70-იან წლებში გადაღებულები 50-იანებში ჩემოგდოდა 80-იანებში განსაკუთრებით პირველ ნახევარამდე გადაღებული ფილმები, ჩაფლის გადაღებული ფილმები ყველაფერს რო თავი დავანებოთ ახლა თქვენ ახალგაზრდებთან ძალიან კარგად მახსოვს გამოვიდოდა ფილმი იყო შიქს ქართული სიმღერა და აშინო ხალხს მოიდებოდა ხალხში იყო ეს უდიდესი ბოლოს ქართული ფილმი სკოლა როგორც ასეთი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყო შექმნილი. ძალიან საინტერესოა. და ვფიქრობ გასათვალისწინებელი არის იმის განათლების სამინისტროში იმათთვის, ვისაც ხელეწიფება და ვიზეც მინდობილი არის ეს საქმე, რომ ასეთი რამ აუცილებლად უნდა გაკეთდეს ჩვენ სკოლაში და რაღაცა დოზით შესაბამისმა სპეციალისტებმა ეს უნდა გააკეთონ ყოველ მიზეზს გარეშე. მე როგორც ვიცი, ქალბატონი ნინო არის ამავე დროს კათედრის გამგე, ხო? სკოლაში. ქალბატონი ნინო, ახლა თქვენ ყველაზე მეტად ჩახედული ხართ ამ სფეროში, ყოველ შემთხვევაში ჩემზე მეტად ძალიან დიდი. და მაინტერესებს ერთი რამ. აი, პროგრამებთან მიმართებაში რა შენიშვნები გაქვთ? რა დადებითია, რა უარყოფითია, რა შეიძლება გამოსწორდეს, როგორ შეიძლება გამოსწორდეს, როგორც აი ნამდვილი პრაქტიკოსი პედაგოგიდან გადასახედიდან გამომდინარე და ამავე დროს რა
არის მოსწავლისამ უნდა აითვისოს მე ასე მესმის ადვილად მასალა, ხო? ადვილად უნდა შეიმეცნოს. მე და შემდეგ შესაბამისად რომ მან ეს საკუთარ ცხოვრებაში და მთელი ცხოვრების მანძილზე გამოიყენოს. როგორ ფიქრობთ? პროგრამებთან მიმართებით უშუალოდ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ყოველთვის ცოტათი პრობლემური იყო ეს საკითხი გამომდინარე იქიდან რომ მასალა გვაქვს უზღვავი. ყოველთვის რთულია შეირჩეს აი რა დავტოვოთ რა მოვიღოთ. ერთი მხრივ ეს ძალიან კარგი და ძალიან საამაყოა, იმიტომ რომ ბევრი გვაქვს, მაგრამ მეორე მხრივ როდესაც პროგრამა უნდა შედგეს, ცოტა სირთულეს იწვევს. დამრჩენია ხოლმე შთაბეჭდილება, რომ რაღაც ეტაპზე აი ამისი სწავლება მე მგონი ადრე იყო. თუმცა ეს პრაქტიკასთან ერთად ეს დასკვნები სწრაფად არ გამოდის რა, არ შეიძლება სწრაფად გამოვიდანოთ რაღაც გარკვეული პერიოდი, ეს ასე უნდა იყოს, უნდა დავაკვირდეთ, უნდა ვიმსჯელოთ და მერე უნდა მივიღოთ უკვე გადაწყვეტილება. შესაბამისად ვიესალმები იმას, რომ ხშირად გადაიხედება ხოლმე ეს საკითხი. ამაზე საკმაოდ აქტიურად მუშაობს სამინისტროც, ახლაც გვაქვს ახალი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც კიდევ უფრო თავისუფალი გახდა ტექსტების შერჩევა. რა თქმა უნდა, არსებობს სავალდებულო ლიტერატურა, თუმცა მასწავლებელი სრულიად თავისუფალი გახდა საკუთარ საგანთან მიმართებით, რას შეცვლის, რას დაამატებს, შეუძლია მაგალითად გადაადგილოს ამ ეტაპზე ამის გავლა აჯობებს, მოგვიანებით სხვა ტექსტის და იმგონია, რომ ესეთი მოქნილი სტანდარტები პრინციპში ძალიან კარგია და მივესალმები ამას. უბრალოდ ხო, აი ეგ არის, რომ ზოგჯერ მომჩვენებია, რომ დაბალ ასაკში ვასწავლით ხოლმე ხშირად ისეთ ტექსტებს, რომლებიც ენობრივი თვალსაზრისითაც რთულია და ენობრივი თვალსაზრისით იმდენად რთულია, რომ შინაარსობრივ მხარეზე რთულად გადავდივართ ხოლმე. თუმცა ესეთი ბევრი არ არის და მგონია, რომ დროთა განმავლობაში ეს დაიხვეწება და თუნდაც ის თავისუფლება, რაც ახალმა სტანდარტმა მოგვცა, ეგიც იძლევა ამის საშუალებას. თუ მაგალითად ამ ტექსტით ხედავ, რომ ვერ გავდივარ შედეგზე, შემიძლია ეს თავისუფლად ჩავანაცვლო ან პარალელურად მოვიტანო სხვა ტექსტი და აი ეს მომწონს, რომ ამაში შეზღუდული არ არის დღეს თანამედროვე მასწავლებელი და ცოტათი უბრალოდ ფანტაზიას თუ ჩართავს, მოკლედ ყველაფერი. მასწავლებელი მე ასე უნივერსიტეტში რომ მასწავლიდან პედაგოგიკას მეც გავდიოდი და ყველა ჩვენთანგანი გავდიოდით მაშინდელ პერიოდში. ამბობდნენ, მაქვს კარგი უცილად მსახიობიც უნდა იყო რა. მსახიობი თეატრის სცენაზე დგეხარ, ხო და უნდა მომაჯადოებლად უნდა მოქმედებდე რა. საკმაოდ რთული ნაწილია ეგ პედაგოგიკაში ჩემი აზრით, თუმცა აუცილებელი, იმიტომ რომ სხვაგვარად ვერ გამოიწვევ იმ ინტერესს, გამოწვევაც სურს ხოლმე. ასევე აი ბატონმა თორნიკემ რაც აღნიშნა, თქო, ფილმების მოშველიება, ნებისმიერი დამატებითი მომიჯნავე დისციპლინა ლიტერატურისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. სხვაგვარად არ გამოვა, ფერწერაც გჭირდება, მუსიკაც გჭირდება, ფილმოგრაფია, ყველაფერი გჭირდება იმისთვის, რომ როგორღაც გახვიდე იმ შედეგზე, რაზეც დასაწყისშივე საუბრობთ. იქნება ეს ეროვნული ინტერესები, იქნება ეს ზოგადად ჯანსაღი პიროვნების ჩამოყალიბება თუ სხვა. ეს დავამატებ თქვენს ემართვით. მე მაგალითად ქართულის კათედრას დავავალე, რომ აუცილებლად უნდა შეიმუშაონ ისეთი საკითხები, რომელიც ორიენტირებული იქნება მოსწავლისათვის წაკითხulis გააზრებაზე. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემა, ეს სტატისტიკაც დაიდო ამასთან დაკავშირებით. და ოღონდ ისეთი კი არა, რომ მე წავიკითხე და შინაარსი მითხარი, არა. საკითხი რომ იქნება და პასუხი გასაცემი ზუსტად უნდა უპასუხოს იმას, რასაც ის ითხოვს და არა მხოლოდ უბრალოდ შინაარსს. იმიტომ რომ აი მეც ხო ვაკვირდები, ხო, აი თუნდაც ჩვენი სკოლის ზოგიერთი მოსწავლის მაგალითზე ან ისედაც, რომ აი წაკითხulis გააზრება ძალიან პრობლემატურია. ერთ რამეს იტყვი, საერთოდ სხვანაირად გადააქვს მე ადამიანს. ეს სადაც დიდებში გვაქვს ესეთი პრობლემა, თუნდაც დასულ ადამიანებში, რომ ერთ სიტყვი და მეორნაირად იგებენ, იგივენაირად უფრო უარესად შეიძლება იყოს მოსწავლეებში. ამიტომ მაქსიმალურად უნდა შეეცადოს კათედრა, რომ ისეთი საკითხები შეიმუშაოს, რომ პირდაპირ ორიენტირებული იქნება და დახვეწავს მოსწავლისათვის წაკითხulis გააზრების უნარს. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ თავიდან გადაცემაში და როდესაც დავიწყეთ, ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ პატარა ქვეყანა ვართ. პატარა ქვეყანა უნდა დაიმკვიდროს თავისი საკუთარი ადგილი იმ უზარმაზარ არეულ ოკეანეში, რომელიც დღევანდელ დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. ჩვენი გადაცემების მთავარი ლაიტმოტივი, ჩემო ნინო, არსებობს ასეთი, არის ასეთი და მე ვცდილობ შეძლებით დავგარათმი და ასეთ შედეგზე გავიდე. ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდოს. ესე იგი, ჩვენ ვართ ახალფეხადმული სახელმწიფო. მოყოლებული ახლა დამეთანხმებით ალბათ
გიორგი წყინვალის პერიოდიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა საქართველოს არ ქონია ფაქტობრივად. ეს იყო 1918-21 წლები და მოდი თავსაც მოღარ მოვიტყუებთ 90 წლიდან დღევანდელ დღემდე აგებ ჩემო ბატონო განსაკუთრებით 2022 წლის 24 თებერვლამდე ჩვენ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკია ზედმეტი კი ბატონო ვილაპარაკოთ ახლა ვილაპარაკო მე ვარ მაიკ ტაისონი ვარ ახლა მე მაიკ ტაისონი ანალოგიური სიტუაცია იყო ჩვენ დამოუკიდებლობასთან მიმართებაში რაზე მინდა ყურადღება გავამახვილო როგორ მიგაჩნიათ თქვენ როგორც კიდე მე რამდენიჯერ ვლაპარაკობ ბატონებო ამ საკითხის შესახებ რომ პრაქტიკოსი პედაგოგები ბრძანდებით პოლიტიკა რა დოზით უნდა იყოს უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს სკოლაში უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს თქვენი მოსაზრება მაინტერესებს და თუ უნდა იყოს რა დოზით უნდა იყოს როგორ უნდა იყოს და როგორ უნდა ვიმოქმედოთ და იმოქმედოს სწორედ პედაგოგმა მოსწავლეზე რომ შემდეგ არ მოხდეს ის ვაკხანალიები რომელიც სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში ხდება როგორც ახალგაზრდობაში ისე შუაგაზრდობას მიყმართ სიტყვას და ისევე ძველგაზრდობის მიმართ. აი ეს რომ დარეგულირდეს, იმიტომ რომ ეს ბავშვები მომავალი იგი წავარდა ჩვენ ხომოვა თულფასაც საბაგნაროსო და ცემაგ მართებს გამზდელისა რაყმარ ნახოთ სუდად ზდილიო ისიც საქართველოშია რა თქმა უნდა. აი თქვენ დამოკიდებულება მაინტერესებს ამ საკითხის მიმართ. ჩემი გულწრფელი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით არის რომ სკოლაში პოლიტიკის ადგილი არ არის. აი, როდესაც აქციები იყო ამას წინათ სკოლებში, მე დავწერე კიდევაც Facebook-ზე, მაგრამ სამწუხაროდ ზოგიერთმა ნაწილმა საზოგადოების ძალიან გამლანძღა ამის გამო. არა და მე ესე ვფიქრობ, რომ სკოლაში მასწავლებელი ხარ, დირექტორი ხარ, შენ ხარ ორივე მხარის შვილების მასწავლებელი და დირექტორი. სკოლის მთავარი მიზანი უნდა იყოს მოსწავლეს მიცეს შესაძლებლობა მიაწოდოს ინფორმაციების ზუსტი, სწორი და თვითონ მოსწავლეს ჩამოუყალიბოს წარმოდგენა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. აი ჩვენ ქვეყანაში ძალიან კარგად აგვინახავს ხშირად ეგრეთ წოდებული fake news-ები, სადაც არასწორი ინფორმაცია მოეწოდება ხოლმე საზოგადოებას. ამის გამო მე სკოლაში შემოვიგე დამატებით საგნად მეათე კლასში მედია წიგნიერება, სადაც ბავშვებს უნვითარებთ იმ უნარჩევას, რომ გაარჩიოს სწორი ინფორმაცია არასწორი ინფორმაციისაგან. როდესაც ბავშვი ჩამოუყალიბდება ეს უნარჩევა, რომ როგორ უნდა გაარჩიოს, ასევე ავტორიტეტული მასწავლებელი, პროფესიონალი მასწავლებელი სწორად მიაწოდეს ინფორმაციას, უკვე ბავშვმა უნდა გაარჩიოს ამ მოწოდებული უკვე მზა მასალით, რომელი მიიღოს, რომელი არ მიიღოს. მე ვერ წარმომიდგენია მასწავლებელმა დაიწყოს გაკვეთილზე ან დირექტორმა, რომ ამ პოლიტიკას ხარს უჭერ, ამ პარტიას ხარს უჭერ, იმ პარტიას არა. მოსწავლეს უნდა ქონდეს განცდა და წარმოდგენა ქვეყნის მოწყობასთან მიმართებაში. ახლა თქვენ გაიხსენებთ 2019-ში იყო თუ გახსოვთ, გემახსოვრებათ რა თქმა უნდა, პროპორციული არჩევნები უნდა იყოს თუ მაჟორიტარული არჩევნები. და ძალიან ბევრი ყვირილი იყო, აი პროპორციული უნდა იყოს. მე მახსოვს რომ გააჩერა ჟურნალისტებმა ახალგაზრდები და რო აპროტესტებთ პროპორციული რა არის ამიხსენ. არავინ არ იცოდა პრაქტიკულად იქეთ. ნუ რაღაც ნაწილმა შეიძლება იცოდა. ამიტომ სკოლამ უნდა მიაწოდოს ინფორმაციები და თვითონ ბავშვმა სწორი, გაფილტრული, ანუ საგი ინფორმაციის იმ უნარჩვების გათვალისწინებთ, რომ გაარჩიოს სწორი არასწორისგან, თვითონ ჩამოუყალიბდეს მოსაზრება. მე ასე წარმომიდგენია სკოლა. ერთ რაღაცას დავამატებდი, უბრალოდ უბრალოდ გავავრცობთ დამატება. კი ბატონო. გამოდის. ხო. ასე ვიტყოდი, რომ პარტიული გემოვნების ადგილი თავისთავად არ არის სკოლაში და მისი აფიშირების ადგილი, თუმცა პოლიტიკის ფართო გაგებით, რა თქმა უნდა, სხვაგვარად როგორ ხო განათლების სისტემაში ვერაცდები ამას. იქნება ეს უახლოესი წარსული თუ უფრო შორეული, ხო? მაგრამ პარტიულ გემოვნებაზე არასერიოზულიც კი არის ამაზე ლაპარაკი. სხვა მხრივ თუ ჩვენ ვასწავლეთ თვითონ პოლიტიკა როგორ ხო არ ურთიერთობის ხელოვნება ამის გარეშე განათლება არ არსებობს ხო უბრალოდ გავმიჯნე რომ პარტიული გემოვნება სხვა რამეა პოლიტიკა ზოგადად სხვა რამეა ხო პოლიტიკის გარეშე შეუძლებელია საერთოდ ცხოვრება შეუძლებელია ხო ნებისმიერი ხო ამის დამატება მინდოდა უბრალოდ სხვა მხრივ თუ სწორ ბატონო თორგემ სწორად აღნიშნა რომ სწორი უნარჩვევების გამომუშავების წყალობით თავად
გამოიტანს სწორ დასკვნებს მე მოსწავლე, თავად გააკეთებს სწორ არჩევანს, თავარია ჩვენ სწორება გქონდეს ჯანსაღ ღირებულებებზე, ზნეობრივზე, მორალურზე და თუ საფუძველშივე ეს ყველაფერი ექნება მას სწორად ჩამოყალიბებული, მე უკვე არჩევანს თავისუფლადაც გააკეთებს, მარტივადაც გააკეთებს და არც არავის მითითება არ დასჭირდება და არც არავის გავლენის ქვეშ არ მოექცევა. ჩვენი უპირველესი ამოცანა არის ეს. ძალიან კარგი. ეხლა განსაკუთრებით დაახლოებით 7-8 წუთი დაგვჭა და ჩემო ძვირფასობო მაინტერესებს თქვენი შეხებულება. ვიცი, ძალიან მტკივნეული საკითხი არის, როგორიც არის სამწუხაროდ სკოლებშიც გავრცელებული ეგრეთ წოდებული ნარკოტიკებთან ურთიერთქმედების საკითხები. ძალიან შემოიჭრეს ჩვენს სფეროში, სამწუხაროდ, საუბედუროდ. ამაში ძალიან დიდი გავლენა აქვს ქალბატონო ნინომ ძანა გარემოს არსებულ ვითარებას, არსებულ რა შეიძლება მიმართოთ ახლა. ეხლა მოდი მოვიტყუებთ თავს ძვირფასო ტელემაყურებლებო და როგორც იცოდნენ განსაკუთრებით კომუნისტური ძეობის ბოლო ხანებში, საბჭოთა სკოლაში როგორ შეიძლება იყოს ნარკოტიკთან შეხება მოსწავლის და ასე შემდეგ. სამწუხაროდ და საუბედუროდ გვაქვს. ამაზე თვალის დახუჭვა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩავდივართ ძალიან დიდ სიცრუეს საქართველოს მომავლის წინაშე. როგორ მიგაჩნიათ რა საკითხები უნდა წამოიწიოს წინ, როგორ უნდა იმოქმედოს სკოლა, როგორ უნდა იმოქმედოს საზოგადოება, რა კავშირები უნდა იყოს სკოლასა და სკოლას შორის ამ ურთულესი პრობლემის მეტნაკლებად გადასაწყვეტად, თორე მოდი ისიც ვთქვათ, რომ ეს ერთი ხელის არ გადაწყდება. ისმენთ. პირველ რიგში თქვენ სწორად აქცენტეთ ბოლოსკენ, რომ აი მშობლის და სკოლის კომუნიკაცია უნდა იყოს უაღრესად დიდი ამ დროს. ასევე ჩვენ სკოლას ყავს ძალიან კარგი სამსახური, მანდატური სამსახური, რომელიც გამოვლენის შემთხვევაში ეგრევე ატყობინებს დირექციას, მშობელთან არის ურთიერთობა და ოღონდ ეს არის იმ მომენტისათვის, მაგრამ თვითონ სკოლამ აი ზოგადად რომ ეგრეთ მინიმალური პრევენცია მაინც მოახდინოს, თავი რაც მას შეუძლია, არის ბევრი საუბარი ამ თემაზე ბავშვებთან. როგორ არის ეს მავნებელი, რა შედეგები დადგა, თუნდაც ის ფოტოები მე არ ვიცახი რომ ძალიან 18+ ფოტო რომელიც ძალიან დასახიჩრებულია, მაგრამ აი ანახო როგორ დაენგრა ადამიანს ცხოვრება ამის გამო, ან მაქსიმალურად მათ ფსიქიკაზე მოახდინო ზეწოლა, რომ ეს არ არის სწორი. მე ვფიქრობ ბატონ თორნიკეს საუბრების ჩატარება. ხო, მაგას აი ახლა ვამატებდი, დიახ, აი ექიმების მოყვანა, სპეციალისტების მოყვანა, რომლებიც აი უშვილობასთან მიმართებაში, ადამიანურ ჯანმრთელობასთან მიმართებაში, რომელიც ბავშვს დააფიქრებს კიდევ უფრო მეტად, რომ რასაც აკეთებს, ან რასაც ფიქრობდა რომ გაეკეთებინა, ეს ნამდვილად არ იქნება სწორი. აი სკოლას მხოლოდ ეს შეუძლია სამწუხაროდ, რომ აი ამ დონეზე ჩაერთვეს, მაგრამ აი მე ვფიქრობ ახლა მშობელი რომელმაც იცის ამის თაობაზე და არაფერს არ აკეთებს, ეგ კიდე ცალკე პრობლემაა და აი თუნდაც ელემენტარული სიგარეტთან მიმართებაში ახლა როცა დაუშვათ მშობელმა იცის რომ ისი მე-6 კლასელი შვილი ან მე-7 კლასელი შვილი ეწევა სიგარეტს, თუნდაც მე იყოს და რეაქცია არა აქვს ისეთი როგორიც საჭიროა, ეგ ჩემი აზრით ცალკე პრობლემა არის კიდევ. ისმენთ ქალბატონი. ხო, ინფორმირება უპირველეს ყოვლისა. ინფორმირებაში უგულისხმობ როგორც მშობელთან აქტიურ კომუნიკაციას, ასევე მოსწავლის ინფორმირება საზიანო შედეგებთან დაკავშირებით. რაც შეიძლება უხვი ინფორმაცია უნდა გქონდეთ ამასთან დაკავშირებით. არ ვიცი, ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ ამისათვის, ჩემი აზრით, იმიტომ რომ მძიმესი ვითარება კონკრეტულ სკოლას არ გულისხმობს ზოგადად. სისტემური პრობლემა არის ეს და დავამატებდი ასევე ხელმისაწვდომობის საკითხს. ეს თუ არ მოგვარდა, უბრალოდ საუბრებით, უბრალოდ არ გადაწყდება ეს საკითხი. ხელმისაწვდომობა თუ რადიკალურად არ შეიზღუდა, სამწუხაროდ კარგი შედეგებამდე ვერ მივეწევ. აბსოლუტურად გეთანხმებით ქალბატონო ნინო, იმიტომ რომ არ შეიძლება ყველაფერზე ხელის თავზე გადასვლა. იქ არის სახელმწიფო, ახლა თქვენ იურისტი ბრძანდებით და უპირველეს ყოვლისა ვიცით, ჩემო ბატონო, ეს ბრწყინვალე იურისტი ბრძანდები და რაშია სახელმწიფო როდის ამკაცრებს კანონებს, როდესაც საჭიროა არის შესაბამისობა. რატომ მიიღო ადამიანებმა კანონები? იმიტომ რომ ეს საზოგადოებისათვის აუცილებელია. ამიტომ აქ აუცილებლად გასამკაცრებელია შემომტანზე, გამსაღებელზე და მომხმარებელზე შესაბამისად. ოღონდ უნდა იყოს შესაბამისი კიდე სამკურნალო საშუალებები იმისა, რომ მომხმარებელი შედარებით რაღაცაერთ მოვახერხოთ ისე, რომ დაუბრუნოთ საზოგადოებას და დაუბრუნოთ იმ არსებულ სიტუაციას, რომელშიც ეს საზოგადოება თავად იმყოფება.
ჩემო ძვირფასებო, კიდე ერთი მნიშვნელოვანი საკითხია თქვენ ახალგაზრდობასთან გაქვთ ურთიერთობა და ეს აუცილებელია კლუბებთან და კაზინოებთან ურთიერთობა. არის ჩვენი მოსწავლეები, ხო? არის კლუბებში დადიან. კარგია, კაცო, კლუბზე ვინ ლაპარაკობს, რომ ცუდია და მოდესაც მიმდინარეობს სხვადასხვა საჭიროებო საკითხებზე მსჯელობა და ასე შემდეგ. მაგრამ ვიცით ჩვენ იმ კლუბებში როგორი სიტუაციებია ზოგიერთებში და რა ხდება და როგორი სიტუაციები და ამავე დროს ეგრეთ წოდებული სათამაშო კაზინოებთან დაკავშირებით, ტოტალიზატორებთან დაკავშირებით. აი, როგორ ფიქრობ გექნებოდა ასეთი გამოწვევები სკოლაში და მომავალშიც იქნება. რა საჭირო რა არის ამ ღონისძიებები უნდა ჩატარდეს ამისათვის და როგორ ფიქრობ ამ საკითხების კიდევ ერთხელ ვლაპარაკობ მეტნაკლებად დარეგულირებას. გეთანხმებით. ან აქ სკოლაზე მეტად უკვე მის მაღალი მგონი თავად სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს ეს რა კუთხე. კლუბებში საიდან აღმოჩნდა ეს ადამიანი რომ შევიდა ეს ვიღაცამ შეუშვა. მიუხედავად იმისა რომ იცოდა მისი ასაკი თუ ხო, მაინც შეუშვა, ხო? ანუ მაქსიმალური სიმკაცრე უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით. ტოტალიზატორში ეხლა ადამიანი მიდის და ბავშვი აშკარად ეთყობა რომ ბავშვია და მაინც მას ბილეთს აძლევ, ანალოგიურია წეგანაც უნდა დამემატებინა იმ ნარკოტიკის შემომტანზე არანაკლებ საშიში არის ეგრეთ წოდებულ ჯიხურებში რომ ქალები და კიდე კაცები ყიდიან სიგარეტს და აძლევს მე-6 კლასელს და მე-5 კლასელს და მე-8 კლასელ ადამიანს. ამიტომ მაქსიმალური კონტროლი უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან და ნუ ახლა როდესაც ჭირდება სახელმწიფოს კიდევაც სერიოზული ჯარიმებიც უნდა იყოს ამის თაობაზე რომ მეორეჯერ აღარ გაუჩნდეს ადამიანს სურვილი. იმიტომ რომ ბავშვი ვერ შეიპარება ესე, უნდა გავიდეს სპეციალური ეგრეთ წოდებული face control-ს ეძახიან სახლის კონტროლს და თუ კი ესე იგი გადალახა ის საზღვარი რომ იტყვიან იმ ადამიანმა უკვე ჩათვალეთ რომ მათი პასუხისმგებლობა არის და შესაბამისად ვფიქრობ რომ აი ამ დონეზე უნდა გამკარსდეს. სკოლის დონეზე ჩვენ რა თქმა უნდა კი გვაქვს საუბრები ბავშვთან, მშობელთან, მაგრამ ამას იქეთ უკვე სახელმწიფოს დიდი როლი აკისრია. ამასთან დაკავშირებით იმის თქმა შემიძლია რომ აი სასაკობრივი შეზღუდვები რომელსაც კანონი ითვალისწინებს პრინციპში მუშაობს. ჩემი დაკვირვებით ვერ გეტყვით რომ აი ზამაიც აი ვთქვათ ონლაინ კაზინოების პრინციპში ვერ ვერკვევი, ამიტომ ამაზე სიღრმისეულად ვერ ვიმსჯელებ, ხელმისაწვდომი რამდენ მარტივად არის მაგალითად არასრულწლოვანისთვის ამას ვერ გეტყვით. თუმცა ვიცი რომ ამასთან დაკავშირებით არსებობს კანონი, არსებობს სასაკობრივი შეზღუდვა, რაც პრინციპში მუშაობს და ის ერთეული შემთხვევები, რომელსაც კონკრეტული ვთქვათ პიროვნება მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მოდი ჩუმად შევაპარო თუ მაგალითად რაღაც ხო, აი ეგ კონკრეტული შემთხვევები უნდა ისჯებოდეს მაქსიმალური სიმკაცრით, რომ თვალი არ დახუჭონ რა. აი ნახეთ, ეს კლუბი, ხო ძალიან მოკლედ ეს კლუბი რაც არის ჩამოყალიბებული კლუბი ორგანიზაცია, მაგრამ არის ჩუმი ფარული კლუბები შეიძლება იყოს. ხო, აი ამ შემთხვევაში. აი ამ დროს მშობელმა ბოდიში ვიქცი და კეთილი უნდა ინებოს და მისი შვილი რომ შუაღამეზე არის გარეთ გასული, მისი 12 წლის, 13 წლის, 14 წლის, 15 წლის რომ ამენაირად რომ დააბრუნოს ის სახლში და აკონტროლოს ეგ საკითხი. აბსოლუტურად სწორს ბრძანებთ გეთანხმებით ბატონო თერმიკე. ძვირფასო ტელემაყურებლებო. ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა დღევანდელ დღეს ჩვენი ახალგაზრდობის ამბრძელებთან, იგივე ახალგაზრდებთან და მე ყოველგვარი გადაჭერბების გარეშე მინდა გითხრათ, რომ სანამ ასეთი ადამიანები იარსებებენ საქართველოში, ასეთი ახალგაზრდა და პედაგოგები იარსებებენ საქართველოში, ამ ქვეყანას გადაშენება არ უწევია. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ. მადლობთ. მოსვლისათვის, ასეთი საინტერესო საუბრისათვის და მე პირობას ვდებ, რომ ამ ადამიანებს სხვებთან ერთად არაერთხელ მოვიწევ და არაერთხელ გვექნება მსჯელობა ამ თუ იმ საჭიროებო საკითხების შესახებ, რომელიც ეხება საქართველოს მომავალი თაობის პრობლემებს. დაგვიკავშირდით ეს სოციალურ ქსელში დაიდება ეს გადაცემა, YouTube-ზე იქნება ეს გადაცემა, დაგვიკავშირდით, გამოთქვით მოსაზრებები, შეკითხვები და შესაბამისად გვიმსახურეთ რამდენადაც ჩვენ შესაძლებლობაში ეს შედის. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.